რას ბრაგუნობს კიდე თელეგრამი სიმონ გამათენებია თეთრად ვინა ეს ზედაც არცული შენ კიდე რა იყო ვიჯო მოკლავს მადენე ჩაი რა ტაკი მახუღა თუ ჩანხან ოღლ ბეჯო მიყვარს ბეჯო რა იყო მიყვარს პაპა ჩემი ცინა სიტყვა ხოლმე დილე ჩაი არის კაი რამე კიდე ჭამეო აბა დილე ჩაი არის რამე კიდე ჭამეო მაგრამ ბაბუაში სიტყვებია ბეჯო ო რა იყო რა პირველად გაიგე ადა ო ბეჯო რა გევიგე პირველად მე 5 კლასამდე საზეპიროდ ხუნა მაგი და ავთან დიდი სანდერზე მართლა შეიძლება დალია თუ ასე ხმალშაი ახლა შენ მომისმენი აგე რა პრობლემები ხარ აქ რა პრობლემები რა მეტყობა რამე რა გეტყობა მაგრამ რამე ხარ მოხსლიდა ვინმესთან ამ ბოლო დროს არა არაფერი რა ხდება აი მე ვიღაც ტიპი იყო მოსული და ესე მივიდა საჭყობრად შეიძლება მასე ითქვას ხარ აგიდა დაგილერე ტელეფონის ნომერი დამატებები მე მომეცი ამა მომე დაუნეკავ და ვნახავ მომე ვიჯო უჩემო დადებულიყო მაგრამ ჯერ გაარკვია რა უნდა და მე ვნახოთ ერთად უჩემო ფეხი არ გავადგა არსად და რა თმინდა შენი გაყონა ბეჯო მარტო ვერ ნახავ შეგერა წაგისვენდადი და დაცვით როგორ უნდა ჩაგილდე გუში მაგი მესენჯერს ჩაგილდე ო ნახავ აინცა ეს არის 7-იანი ბოლოში ვა ნორმალურად ელაპარაკი ო დაინცა გავიდა ალო ხო რა არის აბა ვინა ვარ ტახი მახოვალ ბიჭო რას ქვია რა ნახავ ნახე მე არავის არ მოჭამო სამოს გნახავო რა თუდა თუთხარი რამე ბიჭო ნორმალურად ელაპარაკო ბიჭო აუე ამ კიდე შარში მოვალ საღამოსა დალია ჩაი დალია რაღაცნაირი მყუდრობინა მინდა რა. ხო, მაგრამ რეალურად ვერ მივხვდი, ანუ სესხი გამოგაქვს ბანკიდან, იმიტომ რომ შემდეგ ვერიონის მოცემული თანხით დაფარო ის სესხი? ხო, ნუ ეგრე გამოდის, თან მეც მაქვს რაღაც თანხა დაზოგილი და დავამატებ. დავუღვიძლისაო, პირდაპირ გეტყვი რომ მართული кейსია და მოდი დავანებოთ იმ ბიჭს თავი, იმიტომ რომ ისედაც ხომ გაძლევს თანხას და კიდევ რაღაცო დავამატებინოთ, აი, რადგან ეგეთი ფულის ნაყიდი ბინა? დედა ჩვენის ამბავი არ იცი, გაგიჟდება რო არ დაუჭეროთ. დავუღვიძლისაო, მოდი ესე გავაკეთოთ, რომ მე მოგცემ მაგ თანხას და არ უთხრათ დედას და ვიტომ ვერიონი გაძლევს. ეგ დედა შენთან არ თქვა, თორე შენც დაგადაბინებს მაგ ფულს და ზემოდან დაამატებინებს იმ 1000 ლარს. არის ჭეშმარიტება, არის მარცვალი. რეალურად ეგრე არის. ეგრე იქნება. არის აქრამ ისეთი ვარიანტი. აქაც უთული кейსია რეალურად არჩევის ვარიანტში. ის მომწონს. უკაცრავად მნიშვნელოვანი ზარი იყო და უცილებლად უნდა მეპასუხა. არა უშავს. რა ქენითაბა შეარჩიეთ რამე? აი რაღაცებს გადავავლეთ თვალი და ნახოთ. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებაზე შეგვიძლია სასურველი ბინის შერჩევა. როგორც ნახეთ, არჩევანი საკმაოდ დიდია. ჩვენი მომხმარებლები ბოლოს ნამდვილად კმაყოფილები არიან ხოლმე ჩვენი სერვისით. ბოდიში, რა თქვით ბოლოს კმაყოფილება, ხო? რა არის ახლა რეალურად კმაყოფილება? ადამიანის რაღაც დადებითი ემოცია, დადებითი ქმედების მიმართ, ხო? ისე ამოხსნაც ზოგჯერ ვერ ხერხდება. გისმენ. ანა როგორ ხარ? კარგად, მალე მითხარი არ მაქვს ამდენი დრო რა. მოკლედ ვერ ვიშოვე ფული რა და ცოტა დრო მომეცი. არ მოიტან ფულს? ხო და არ მოგიყვან ბავშვს. ეხა გადაწყვიტე, კაი? აუ ნუ მანიპულირებ ამ ბავშვით რა. ოიცა 2000 ლარი რომ მოვიტანო, ორ ბავშვს მოიყვან? ალიო. დაუშვათ მე დამჭირდეს ბინის შეძენა რა ნომერზე უნდა დაგიკავშირდეთ.
გამივეკეთ ნებისმიერ დროს. 511 42 85. ბოლოს ალბათ 80 ხომ? ნათელი იყო. ხო. ეს მაგალითად აი ხო რაც ვნახეთ. მოგწონს? სასამართლოში ნაგინა ჯიგარო, უნდა დაგიჭირონ? არა, ადვოკატი ვარ. ანუ ხალხს ვიცავ. დარაჯი ხარ? არა, ხალხს როცა რაღაცას ედავებიან, ხო. მე ვიცავ. გასაგებია. ესე იგი, კანონები და წესები მაგრად იცი შენა, ხო? ნუ, კი. იცი რა არის? რა მაინტერესებს? აი, ყოფილი ცოლი რო გეუბნება. ბავშვს უფრო მეტი ჩაურიცხე, ვიდრე ურიცხავდიო. აი ეგ როგორ ხდება? ხო. თუ არ ჩაურიცხავ და ის მიმართავს სასამართლოს, მერე სასამართლო დაადგენს თანხის ოდენობას. გასაგებია. და ის შეუძლია, რომ აი დაუშვათ ბავშვი რო არ განახოს, ეგ შეუძლია? არა. ნუ პრინციპში მაგ ცოტა სხვანაირადაა საქმე. მე კი ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მოდი იცი რა არის, შენ ნომერს ჩავიწერავ რა. და თუ დამჭირდა, ხო, დაგირეკავ და დაგაცვევინებ. კი გენაცვალე, ჩვენ ხო მაგიტომ ვართ. ხო. კი ბატონო. მითხარი აბა შენი ნომერი? 551. შენ თუ მეტყვი როგორ უნდა მიხვდე შენი ძმაკაცი შენი ნაღდი ძმაკაცია თუ არა როგორ უნდა კითხო უნდა კითხო ხო მართალი ხარ მაგრამ რომ მოგატყუოს ხო მაშინ არ ყოფილა ნაღდი ძმაკაცი ეგეც მართალია, აბა შენ თუ იცი, როგორ უნდა გაიგო შენი ძმაკაცი შენზე ზურგს უკან აბარაკობს თუ არა. როგორა, მაგის როგორა? უნდა გახედო. უნდა გახედო? მართალი ხარ, მართალი. ხედავ რამდენი რაღაცები ცოდნიათ. გავითვალისწინებ მე აუცილებლად, გავითვალისწინებ. და აქ ცხოვრობ თქვენა? რუსთავში. არა, აქ მამა ჩემი ცხოვრობს. დედა და მამა გაშორებულები არიან. და შაბათ კვირას მამასთან ვრჩები. აუ. მიდი ახლა შენც მოყევი აბა მე რა უნდა მოყვე კაცო აუ გეხოცები ცოტა ჩქარავიაროს რა აი ჩქარა როგორ ვიარო ვინო აი ყველგან კამერები აყენია და მე ჯარიმები მომდის ხოლმე ხო და შენც ისე ქენი რომ არ დაარღვიო რა მიდა ჩემთან მეჩქარება გაბრაზებული არ ჩემს ერთი კვირის წინ სათვალეები დაუმალე თრალმა და აღარ მელაპარაკება და მე ვერი პოვიდა როგორი პოვიდა უსათვალოდ ხო და ესეთ გაბრაზებულ კაცთან რანაირად გეჩქარება ვინო აუ უნდა შემოვირიგო რა უეჭველი თან ნახე რა მაგარი საჩუქარი უყიდე უეჭველი შემირიგდება რა ხადროს ეს ტელეფონია ვინო მაიცა რა რას მიხვდება ოდი ვარ ბიძი გამარჯობა ჯინგარო. გამარჯობა. ისა ძველი ტელეფონები გააქვთ? არა. ამან ავქნა ეხლა რა ვაჩუქო?
აი რაღაც საჩუქარი ამარჩევინე რომ ისა გაბრაზებული мама შემოვირიგო. ფერადი ჭიკარტები შემიძლია შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის. არა, კაცო, არ მინდა ეგ. აი სხვა? ჭიქა და ბეჭდა შემიძლია შემოგთავაზო. ცხელ წყალს რო ჩაასხა, ფოტო გამოჩნდება. ნებისმიერ ფოტოს დავბეჭდავთ. და ჩაი რო ჩაასხა ტყემლითა? ტყემლით, ეგეც. და მამაჩემს დახატავთ? დავხატავთ. მოიცა ერთი ფოტო ვნახო. მოდი, ჩემო ნაზუქო, შემცანდი. მიდი კაცო, შენ შედი რა. შედი მე გეტყვი სევკაზე შემოვედი კაცო. კარგი, ნუ იცი ხომ ესეთი ჯენტლმენობა ეხლა კარგი შედი. დოქტორი არა, შედი კაცო, შედი. რა საინტერესოდ გარბის? თავარია, იმან დაიჭიროს, იმანა. შენ ხომ იჭერდი ხომე რო გავბოდი. შენ ანელებდი ხომ დორე, ჩემ შამბალ გუმარა დაგიჭერდი შენა. ისე რა გაირა მიგოსწავლეს არა? ვეიმალი შაუმაი. ზუზუ გოჩაბა. ახლა სახში კეთებას აქ მოვიდეთ ხოლმე რა. დოგო, 7 წელი რა შეგოგეთინა? რა ვიცი, სტუმრები არ მოვიდნენ მეთქი კაცო, იყოს მერე რა. ხო, შვილო. ციცო რა შვებით, აბა? რა ვიცი, რაღაცა ფილმს მოყურებთ ნიგერიული დრამა ოქიშო მაყურებინებს. რა ენაზე, ხალო? მე რა ვიცი, ხმა ჩაწეული გვაქვს. და კიდე გაბრაზებულია ეგა? აბა, მარა იქნება, აბა. მარა იქნება. არის იპაპაშინის სიტყვები არ გახსოვს, გაბრაზებას წამი უნდა და შერიგებას წლებიო. ნო და უთხარი შემირიგდეს. ნახე რა უყიდე? ნახე რა მაგარი არის, ნახე. რა მიყიდა? ჭიქა არის, ბიჭო, ჭიქა. ჩაი ხო გიყვარს შენა? ხოდა ჩემს სახელზე დალევ ხოლმე. საათიას გამოვატანე. გამოვატან, ხო? და კითხე აბა შემირიგდა? არა, ნახვი. ეგერა, მე ნახე. არ უნდა ჩემგან მოყოლა რა. მიყურები აქედან. თუ რაღაცა ანუ ცაცნობ. აი, აბა მივალ. შენა ხარ? ვა, გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ვიცანითო? ვერა? რა ვერ ვიცანი, შენ შემოგევლო, იმ დღესო ჩაგიჯექი და ფული რომ მომაგებინე, პირდაპირ ანგარიში რომ მითხარი, თო. შენ გენაცვალე, რა მერე, ბიჭო, მოვიგე, ხوار ხანდა, რა და ფული მოვიგე, ზმა, რამდენი ატო ვერაჩერე, ბიჭო, შენ ხედავს, ა? ამ ხელა მაყუთი მოვიგე. ვა, ჩემი ეგი ხო ვერ დავამოღამეს იმარ. მაგრამ იმას რომ ტენე, კაროჩე. დაავტოვე ჯარი და კაცი. თუ მე რას ურტყავ ხელს, ფული აქვს მოგებული და პატივიცემა უნდა. რაო მე? ამოდრე თუ გავი ვერ გეიგო, კაც გამოვშტერი და გასუფრებული იყურებული და აკეთე. ამეო, მე 5000 და ჩუგა ტახი მახოს. რამდენი ბიჭო? 5000 ისე. ვარდე მეტყა შეიძლება მეტი საკი ვინანი არა მაგრამ. ანა ვიჩვილი ანგარიში აფრიკამერის მე სისულელებს მეუნება რაღაცებს. აი შენც მაგარი რო ეთქვა და უჯერებდი ახ შენ. ის ბიჭო მაგასთან მაგა უჯერა. მაგას გეუნე. მე ვიდა ვანგა. მოგიყვა თავის ვაშკაცობებზე? ო
მომიხვა. რა იყო ბიჭო, რა თოპერი ჩამოგტინის? ვერაფერი? ვერაფერი ვერ ვქენი, მახო საერთოდ ვერაფერი ბიჭო. ქონდა დაინკიდე. რა დავიკიდო ბიჭო, ბავშვის ალიმენტის ფული დავიკიდო. დაიკიდე. ეს ვერაა ზიზურა. რანაირად დავიკიდო ბიჭო? აი მას ხედა? მერე? აი ამ ტიპმა 5000 ლარი მაჩუქა, გაიგე? და შენ გადლე. ახლა შეიძლება ვიტირო. ოჩახტახი. არა ბიჭო, შენ ხوار გადაოგმა ხო ეგ. შენ გაჩუქა და კონდეს რაღაცა მშობლებს გაუგზავნე სოფელში და რაღაცაზე გამოი. დაიჭი ბიჭო. არა მეთქი ბიჭო, გითხარი, მოგცა შენ და მოიხმარე მშობლებს გაუგზავნე, გაუხარდება. ვინდა ეხლა ასეთი რაღაცები. ბიჭო, რა ჩემ პატივები გააქვს ჩემზე ნაცემი? დაიჭი მეთქი, რო გეუბნები. ანჯიგარი ხარ და მადლობა რა. უკაი არ უნდა ეხა ეს კოცნები, კაცო. მედი მიხედე საქმეს. ანჯიგარი ხარ. ნაყინი მომინდა. ზიზუ. ორი ლარი არა, გაქრო დამიმატო. ხვალამდე მას ეცხე ნაყინს ვეყიდი. რა გაიჭი გაუყიდია ამ შობელ ძაღს ამასა. დაგისხა ბიჭო ჩაი. არა უნდა ქნა. რომელი გინდა მწვანე თუ შავი? მწვანე. არა, მაგ კაცო მწვანე. მაშინ შავი დაასხიეთ. როგორც სიტყვი დაიცა. მართალია ხელცარიელი დავრჩი, მაგრამ არა უშავს ვიშოვი კიდე. მაგრამ შენ რო ჩემ ადგილას ყოფილიყავი, აი რამდენს მიცემდი შენ ძმაკაცსა. დაწერი ამა კომენტარებში. ხო, კიდე ისა. არხის გამოწენა არ და გავიწყდეს, ბიჭო. რა შვები ძმის გულო? წავიდეთ ოქროყანაში? ეხლავე. აი ესეთი კარგი სერია გამოვიდა.